მოგესალმებით ქალბატონო ბატონებო. როგორ ბრძანდებით? მე საკმაოდ სტაბილურად, ნეგატიურად. ცხოვრებაში თავი არის სტაბილურობა. რა მაგაზეც ვილაპარაკებ ერთ დღეს, მაგრამ დღეს არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. დღეს მინდა ვილაპარაკო ორმაგი სტანდარტებზე რა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ორმაგი სტანდარტები, იმიტომ რომ ადამიანებს ყველას აქვს ორმაგი სტანდარტი. მეც მაქვს ეს ორმაგი სტანდარტი, რა თქმა უნდა, რაღაცა ადამიანს ვიღაცას შეიძლება ვაპატიო, ვიღაც სხვა ადამიანზე შეიძლება პირიქით გავაკეთო, რომ მეთქი მაგას როგორ პატიობთ. ანუ ორმაგი სტანდარტი არის ცუდი რაღაცა ზოგადად. მაგრამ მე რომ მაქვს ეს მე მაქვს ჩემი პირადი შეხედულებით და მე ერთი ადამიანი ვარ და ეს ერთი ადამიანის ის არ არის პრობლემა რა. ეს ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტები ტეხავს უფრო ზევით რა. მაგალითად სამსახურებში რა, სამსახურებში ყველაზე ცუდი არის ორმაგი სტანდარტები. იმიტომ რომ ყოველთვის მე სადაც ყოფილი ვარ რა, ბევრგან მინახავს ისეთი ადგილები, სადაც ორმაგი სტანდარტით ძალიან ნეგატიურად მოქცევიან ვიღაც კონკრეტულ ადამიანებს და ძალიან დადებითად მოქცეულან ისეთ ადამიანებს, ვინც არ იმსახურებდნენ რა. ხო, და რაღაცნაირი ვარ, რომ მარტო სამსახურში და იმაში კი არა გვაქვს. აი იცით როგორ რაღაცებში გვაქვს. მე რომ მანქანა ვიყიდო, შეიძლება აი მე ვიყიდე და უშუალოდ მანქანა, ხო? მე რომ მანქანა ვიყიდო. ხო, ვიღაცამ თქვა, შეიძლება ამ ჩემს მანქანაზე რაღაცა ნეგატიური. და მე წავიდეს და ორ დღეში თვითონ დაითრიოს იგივე მანქანა. ხო, ხვდებით რას გულისხმობ რა. და ჩემი აზრით ერთ-ერთი გამოსასწორებელი პრობლემა არის ეგ ჩვენს ერში რა. ცოტა ისეთი რაღაცნაირი უშედეგო არის ყოველთვის რა ეს ორმაგი სტანდარტი რო აქვს ადამიანებს, ხო, ძალიან რთული არის კომუნიკაცია. შენ რო ელოდები რომ აი ამ კონკრეტულ ვითარებაში ესე მოიქცევა და მე უცებ წკავ და სხვანაირად იქცევა. შენ რა თქმა უნდა შენს ემოციებზე ძალიან ზედმეტად მოქმედებს მსგავს დროს, როცა შენ ორმაგი სტანდარტით დაჩაგრული გამოდიხარ. მაგ დროს ყველაზე ცუდი არის. ხო და რა ვიცი, მე ვერც ხვდები თან რა შეიძლება უშუალოდ ან რითი შეიძლება ეშუალოს ამ ყველაფერს რა. უბრალოდ მინდა რომ პრობლემაზე ესე რომ ვილაპარაკოთ, ხო, იქნება რაღაცა დასკვნამდე მივიდეთ, ან მე მივიდე რაღაცა დასკვნამდე, ან თქვენ დამიწეროთ რაღაც კომენტარები და მე მაგ კომენტარებში გამეხსნას, რომ აი თურმე ეს ყოფილა ისა რა. და ამის გამო ვილაპარაკო. მაგალითად. კიდე რა არის, აი კარგად ვერ ხსნი კიდე რამდენად პრობლემატური საკითხი არის რა. მაგრამ ძირითადად გამოიხატება იმაში ხოლმე რაღაც დიდი მასა ვიღაც ადამიანებს რაღაცებს პატიობს და ვიღაც ადამიანებს რაღაცებს არ პატიობს და მე ვერ ვიგებ მაგ ყველაფერს რა. აი მარტივად რო გითხრათ, ვერ ვიგებ. ვაფშე მასამ რატომ უნდა გადაწყვიტოს ვის რა აპატიოს და ვის რა არ აპატიოს, მე მაგას ვერ ვხვდები ხოლმე. იმიტომ რომ რა ვიცი, თუ რაღაცა ქვეყნობაზე გვაქვს პრეტენზია და ის და ეს მაგ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ რა ვიცი, რაღაც ყველაფერს თავისი ისა აქვს, მაგრამ მანდაც ორმაგი სტანდარტები მუშაობს ხოლმე და იგაა პრობლემა. ყოველთვის ყველგან ორმაგი სტანდარტები პრობლემას წარმოადგენს რა, მარტივად რო აგეხსნათ. მაგრამ პირად ცხოვრებაში კიდე შეგიძლიათ, რომ პირად ცხოვრებაში იმხელა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ადამიანებს ვიღაცებს აი მაგალითად ხანდახან გაურება მჭირს. აი ერთი და იგივე რაღაცაზე შეიძლება 10 წუთიანი ინტერვალით ჯერ დადებითი ვთქვა და მე ძალიან ცუდი რაღაც ვთქვა რა. დავუშვათ ეს საჭმელი მიყვარს, აი ლენკა მიჭერს ხოლმე ეგეთ რაღაცებს და მე თვითონ აქამდე ვერ ვაფიქსირებდი ხოლმე რა. რაღაც საჭმელზე ვიძახი, რომ ეს საჭმელი მაგრამ ევასება მე. და ამ დროს ლენკა მეგონება რომ 10 წუთის წინ ვიძახდი რომ გეიზღებოდაო. რავი. და მე ვიწყებ ამ ყველაფრის გამართლებას ავტომატურად. თან გეგონება დამნაშავე ვიყო რაღაცაში, არ და უბრალოდ გაურების ბრალი არის რა. გაურება ძალიან ისეთი რაღაცა არის რა. შენ თვითონ ადამიანს თუ გაგაჩნია, შენ თვითონ ხვდები, მაგრამ სხვები ეგრე მარტივად ვერ ხვდებიან და მაგაზეც ცალკე სალაპარაკო არ ჩემი აზრით და პიროვნების გაურება ძალიან ხშირი ისაა რა. და ბევრ ადამიანს ჭირს მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ გაურება, გაუცება და გაათებები და ეგეთი კვლევები ჭირს. აი ის თქვენ ჩემზე უკეთ იცით რა ქვია იმას. ბილი მილიგანი. დაახლოებით მაინც რო გითხრათ. ამ ორმაგი სტანდარტების გამო
აი მაგალითად ხანდახან აზაროვი ნაკრებში ვერ ხვდება. მე ვფიქრობ ხოლმე რომ ეგ არის ორმაგი სტანდარტების დამსახურება რა. რომ აი რაღაცა არ ეპატია კონკრეტულად აზაროს, მაგრამ სხვა შეიძლება ეპატიოს. არ ვიცი. ეგრე ჩანს ხოლმე ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ნუ მაგაშიც მე რო ვფიქრდები, მე თვითონ ვფიქრობ რომ ხო ვიღაცას უნდა ეპატიოს, ვიღაცას არა, მაგრამ არასწორები ვართ რა, ანუ მაგას ვიძახი, იმას კი არ ვიძახი რომ короче, იმას ვიძახი რომ არასწორები ვართ ადამიანები ზოგადად. ბევრ საკითხში, ერთ საკითხში კი არა, ძალიან ბევრ საკითხში ვართ არასწორები და ამის გააზრებაც არ გვინდა რა, კიდია რა, ეგრე ვიცხოვრებ და რაღაცა ის იქნება რა. მე გირჩევთ რომ გვერდში დაირავთ ისეთ მეგობრები, ვინც იმას კი არ იტყვის რომ მე ორმაგი სტანდარტი არ გამაჩნიო, იმას იტყვის რომ მე ორმაგი სტანდარტი მაქვსო. მაგრამ რა ვქნა ვერ ვაკონტროლებ რა. აი ეგა. ვიღაცებს რაღაცა პრობლემები ვისაც აქვს, ადამიანებს ზოგადად. ის ადამიანები კი არ უნდა მოძებნოთ, ვისაც პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ უპრობლემო ადამიანები არ არსებობენ. ისეთი ადამიანები უნდა მოძებნოთ, ვინც აღიარებს, რომ რაღაც პრობლემები გააჩნია და იმის გამოსწორებას ცდილობს რა, ანუ პრობლემის გამოსწორება იწყება იმით. პრობლემის აღიარებით შენ თავთან, რომ აი მე ეს პრობლემა მაქვს. ხო? მე მგონია რომ ყველა ეგრე ვართ რა. და ყოველთვის ეგრე უნდა ვქნათ. მაგაზე კარგი პრობლემის გადაჭრის მეთოდი მე არ მინახავს, ანუ ესე თავისით არ გვარდება არც ერთ პრობლემა, რაც მე მინახავს. თავისით არ გვარდება კი არა, ძალიან ბევრი შეიძლება გაიხე შუაზე და მაინც ვერ მოაგვარო რა. YouTube-ის რეკლამები კიდე ცალკე მაგაზია. ეხლა თქვენ თუ რეკლამებს გიყრით, ეგ მაგაზე ბოდიში რა რაღაცა. იმენა ორ კაპიკს შოულობ პირდაპირ ნიშნულობით მაგიდან და მაგის გათიშვა არ მინდა რა და რატო არა იყოს თუ ძალიან არ წუხდებით თან თქვენ არასდროს არავის დაუწუზუნია რომ რამდენი რეკლამებია მაქსიმალურად ცოტა რეკლამა არის და მინიმალური მიყენია რა ანუ რაც შეძლო ვერსია არის რომ მინიმალური იყოს და რაღაცას წერს კაუჩე ვერას დავაკვირდი სადღაც 1000 ნახვაზე იწერება $2.9 ალბათ, სადღაც ეგრე ხო? ნუ იმ მინიმალურით, თორე შეგიძლია რომ ერთ ვიდეოში დაუშვათ და 15 რეკლამა ჩასვა, რაღაც დიდ ვიდეოებს როცა იღებენ ხოლმე იუთუბერები. რაღაც გრანდიოზულს და ბევრი მაყოთი რო აქვს დახარჯული იმ ვიდეოს გადაღებაზე, იმ ვიდეოს მეტ რეკლამას ჩაუსვავენ, ან ვიღაცებს ვისაც ისაც ბევრი ნახვა აქვთ. ისედაც ხო? ეგ ადამიანებიც ეგრე შევიან, რა ესე ჩასვამენ ძალიან ბევრ იმებს, რა ქვია, რეკლამებს და ძალიან ბევრს უწევთ. მაგრამ ეს სტატისტიკურად რო გითხრათ, 1000 ნახვაზე სადღაც $2.9-დან $3 არის ახლა. იყო დრო, როცა აი შარშანაც კი, შარშან მე როცა ჩემი დალენკას ჩვენი არხი გქონდა და იმას ვაკეთებდით. მაშინ იქ იყო სადღაც არ ვიცი, $1.9 მაქსიმუმი და გაორმაგებულია ფაქტობრივად რა და კაია, ეგეც კაია. იმის ბრალია რომ YouTube-ზე შემოვიდა რაღაცა რეკლამები და ვიღაცებმა იფიქრეს რომ აი ტელევიზიაში კი არ ჩავდოთ რეკლამა, მოდი Google-ში გავუშვათ რა და იგი YouTube-ზე ხდება, ეს კურსი ჯიმ იმენა ააყვა. და походу იცი რა არის ეს ბოლო პერიოდია ხდება ინდური რეკლამები, რომლებიც აშკარად საქართველოსზეა გათვლილი და ეგ იმას ნიშნავს რომ ვიღაცა ინდოელები ვინც აქ არიან და თავის სათვისტო ტომოსპონში რაღაცას აჩერჩებენ ხოლმე ინდოელებზე გათვლილ რაღაცებს, უეჭველი უშვებენ ხოლმე ქართულ YouTube-ში. ეგ არის ფაქტი, რაც დავამოყამე რა. ან ნახულობენ თვითონ იქიდან ინდოელები, რომ აი სადაა უფრო მეტი ინდუსი და იმის მიხედვით უშვებენ ქვეყნებში რა. ნუ საბოლოო ჯამში მაგარი სტატისტიკა კი აქვს დაგროვებული. და ნუ რა აზრი აქვს რა. იმას ორმაგი სტანდარტები არის. ვიღაცა ადამიანები კონკრეტული ქვეყნიდან რო გვინდა რო იყვნენ, კი არა და რო არ გვაქვს პრობლემა რო იყვნენ ჩვენ ქვეყანაში. და ვიღაცები რო არ გვინდა. აი პაკისტანელები და ირანელები არ გვინდა, მაგრამ ისინი გვინდა ვიღაცებს რო იძახენ. ეგეც ორმაგი სტანდარტია იდეაში. მაგრამ ეგ სხვანაირი ორმაგი სტანდარტი არის. ანუ ზოგადად короче, ქვეყნის მართვის თემაში, ხო? ქვეყნის მართვის თემაში ბევრი ისეთი ცუდი რაღაცა უნდა აკეთო.
რაც რეალურ ცხოვრებაში ადამიანს შეიძლება არ გიწევდეს რომ გააკეთო რა მეგრე ვუყურებდი პოლიტიკას ყოველთვის და მაგით არ მეღწევოდა პოლიტიკა არა საინტერესო თემა იყო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ანუ ვიღაცას короче ვიღაცა აი რა ქვია threat როგორ არის ქართულად threat ეს მჭირს ყველაზე ცუდი ინგლისური სიტყვები რომ მახსოვს ხოლმე და ხან ქართულს ვერ ვიხსენ მე იმის ბრალია რომ ინგლისურ ენოვან სამსახურებში ვიყავი ხოლმე ძალიან დიდი ხანი მთელი ცხოვრების განმავლობაში და მაგის ბრალია ალბათ მაგრამ რაღაცა ნერვები მეშლება და მაღიზიანებს სად ვიყავი საფრთხე threat არის საფრთხე ხო აი რაღაც ადამიანის საფრთხე რო არის ქვეყნისთვის რო შენ დაუფიქრებლად უნდა გაუკეთო რა თორე დაენძრევა ყველაფერს რაღაცას აკეთებ და უცებ ვიღაც ტიპი ხელი შესაძლებლობს რა ხო ხდებით სახლში რა აი უბანში რო ვიღაცას რაღაცას რო აშენებ ქვიშისგან სათამაშო იმას რო აშენებ რაღაცას აშენებ და ვიღაც ტიპი მოდის და იცი რომ ფეხს დაარტყავს იცი არა ვარაუდი გაქვს რომ ფეხს დაარტყავს აღდგები და ჩაკრა თავში წინასწარ რა მაგრამ პროჭი ხარ ორმოგი სტანდარტია მაგრამ როცა მთავრობის თემაში ხარ არჩ რა ხარებებზე ლაპარაკობ ადი ერთ გვიანი ორმოგი სტანდარტია სამმაგი ჩიზბურგერი გააკოცეთ კარგად იყავით